თუ არ ვცდები 1972 წელს აქ ჩამოდის ბრიტანული პინგვინები. პინგვინები. ხო და მან მამა ნახავს ბრიტანელი პინგვინების მოთამაშის მიკი კვინის თამაშს და ამის შემდეგ როგორც ამბობენ მისი თამაში და საერთოდ თბილისის ლოკომოტივის თამაშიც უკვე 73 წლიდან იცვლება და სუპერ თანამედროვე ხდება, იმიტომ რომ ლოკომოტივი იწყებს 2 ფრთით თამაშს, ეხლა როგორ იყო მანამდე არ ვიცი, მაგრამ თურმე 1 ფრთით თამაშობენ. მამამ ნახა რომ მიკი კვინი ურტყავს არა წვეტით ბურთს, როგორც მაშინ ურტყავენ კარში, არამედ ურტყავს ფეხბურთს, როგორც ფეხბურთელი ტერფით გვერდიდან კარში. და უკვე როდესაც ლოკომოტივის თასს მოიგებს, რაღაც 112 ქულა აქვს 186-დან გაკეთებენ არაცილებს. მან ნახა რომ შეიძლება თავზე გადაკიდება, ანუ გადაუკიდო და დაიჭირო და ისევ დაიწყო ის. როგორც მე მიყვებოდა მან ნახა ასევე დაქნება. აი რომ დაუქნევ და პას და რომ აღარ მიცემ რა და საბჭოთა კავშირის ნაკრებში გავაკეთეო ამ პოლონეთის ან რუმინეთის წინააღმდეგო რა და ერთი იმათი მსველი წავიდაო და 6 ჩემი გუნდელიო და ცდება მითხრაო რომ მეორე ტახტი აღარ გააკეთო რა. ანუ ბევრი ესეთი რამე და ვფიქრობ რომ რაღაცნაირად რა მაშინ ეხლა ხო რაც იქიდან მოდის პროგრესი დღესაც იქიდან მოდის პროგრესი ხო და არა იქიდან საიდანაც გვეუნებიან ეხლა ხო და ამიტომ სულ ქონდა ისწავლა თვითონ დედა ახლა ინგლისური სპეციალისტი იყო და მამიდა ჩემიც. ამიტომ მაინც რაღაცა შეხება ამენასთან, მაგრამ მე თვითონ ისწავლა და ძალიან მოკლედ ხვდებოდა რამდენად მნიშვნელოვანია რომ იმ ენაზე ილაპარაკო, რომელზეც სარაგბო განათლება ხელმისაწვდომია და უფრო მეტია. და აი ამ უცხოელებთან ურთიერთობა და ის ძალიან უყვარდა და ყოველთვის ძალიან აინტერესებდა რა. სხვათა შორის ბატონი დათოს დამსახურება საქართველოს რაგბის კავშირის აღიარება აირბიში. ხო ძალიან დიდი როლი აქვს დათო კილასუნიას მოკლედ ქართული რაგბისთვის.